ჩვენი რეიტინგის ფინალური 2 საუკეთესო ფილმი ადვილი გამოსაცნობია და თუ თქვენც მოახერხეთ ამ ფილმების გამოცნობა, მაშინ დაწერეთ კომენტარებში. მომდევნო და ჩვენი რეიტინგის მეორე ადგილზე გასული ფილმი არის 1990 წლის ამერიკული საოჯახო კომედიური ფილმი მარტო სახლში. ფილმის რეჟისორი კრის კოლუმბუსია, ხოლო მთავარ როლს, ანუ კევინ მაკალისტერის როლს ასრულებს მსახიობი მაკოლეი კალკინი. მისი პერსონაჟი არის 8 წლის ბიჭუნა, რომელსაც ოჯახი პარიზში საშობაოდ გამგზავრებისას შინ შეცდომით ტოვებს. პიტერ. დაგვეძინა. კარგი, ნახევარი ამ მანქანაში ჩასხედით, ნახევარი მეორეში, სწრაფად წავედით. სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ. საფრანგეთიდან დრამა ბიჭუნა ჩამოვიდეთ. მარტოა და თავისუფალი, მაგრამ მოგვიანებით იძულებულია პირისპირ შეხვდეს დაბრძოლებას. 2 ქურდს. 5 ბიჭი, 6 გოგო, 4 მშობელი, 2 მძღოლი და 1 გნოლი მსხლის ხეზე. კევინის ისტორია ალბათ ყველამ ძალიან კარგად იცის, თუმცა ჩვენც მინიმუმ წელიწადში ერთხელ დიდი სიამოვნებით უყურებთ ისევ ამ ფილმს და მასაც ჩვენთვის საოცრად დადებითი და ამაღლებული საახალწლო განწყობა მოაქვს.